დილამშვიდობის მეგობრებო. სად მივდივართ? ისევ ტაბაწყურში. ვისთან ერთად, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ მეგობარ კომპანიასთან, სოკართან ერთად. რადგან მის ხარისხში დიდი ხანია დარწმუნებული. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი უარყოფითი ინფორმაცია მივიღე ამ საწვავებთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, უკვე იმდენად ვარ სოკართან შეჩვეული, რომ შემთხვევითაც არ ვასხავ სხვა სადგურზე საწვავს. ისანით მოვდივარ ბრონკოტიგია. ბოლო. არა, ეგ რატო თქვი ხა აღიარე. რამდენი ბრონკო მოდის? რა ვიცი მე, ვისაც არ დაეზარა ყველა ბრონკო იყიდა. რა ხალხი. ესეც წნეთი ჩვენი ნიკორა ამოვიხავს ადგილზე. გიორგი შეიკრიბებიან ხლომები. ორ ლაპლაპს არა გიოს მანქანა. მგონი კარგი დრო უნდა ვატაროთ. საკმაოდ მომზადებული მანქანები არიან. კოტე ისე დაგვადგა, არც გითხრა. მოგვეპარა თავის პატარა მანქანით. პატკაჭკებზე თვითბერო აქვს, ოქსები, გაძლიერებული ხუმბარები. სალამი მოხო. სალამი კოტე. ძალიან მაგარია. სასწაული. რა არის ის ანუ ვიდეოში ისე არ აღიქნება თვალით რა ამას წინათ გიყურებდი. მეც თვალის ლაივში ძალიან მოშინია. პატარა მგონია. წავედით ბიჭებო? всё? წავედით. ესე იგი ნორმალურ მანქანებთან აღარ გინდათ ხო სიარული რომ მოგაზე და გავა. მინდა სიარული. აღარ გადრულოთ რანგლერებს ხო? კოტე, ჩავიკუზები და გამოიარე. რა აზრია გაიც? ვერ ჩენ გაიგებ და ვერც მე. ჩვენი დისკები. თუ სამნახევარი. ჩვენი დისკები. და ჩვენი სტიკერი, ხო? დისკები ძალიან მაგარია. გაამართლა. მე მაგრად მოწესრიგე არ ვიცი. უშენ ჩვენს ესენი ავაწყოთ ლეონის მანქანაზე. ამ დისკებზე დავაყენეთ დროები და რა მომეწონა ეს შირინდან. მომეწონა რა დაზოლილები როა, ხო? ძალიან მაგრად იჭერს თვითონ. ეს შირინდან. ხო.
ჯავა დაგვიბერდა გასვლები. ეხლა გაზაფხულის ტრეკებზე უნდა წავიდეთ. მანგლისი, სალომეს და მაგათ მიყვარს ეს ტრეკი. მამკოდან ორიო. არა, მამკოდან ორიო ისეთი ვიკენდი შენ რო იქ მაგანა ვერა შევა. აუ, წავიდეთ. როგორც კი დრო გვექნება, ყველგან წავიდეთ. აგერ ბიჭებიც ყველა მონდომებულია, ყველა წავიდეთო. გაზაფხული მოდის. ბუნება იმიძებს, გაიმწვადი. დინარის პირას სადმე. ცოტა კი მოვიკოჭლეთ სხვათა შორის ამ გასვლებით. დროის უქონლობის გამო, მაგრამ არა უშავს. როგორ ბალეში გობი. აჭერდა. არა, ბრატი, ნეიტრალური ვიყავი აბსოლუტურად. შაგეთვალა. 31-ებია, ხო 10 ნახევარზე. 31 10 ნახევარზე. ამ გაუჩნდება დღეს ამას. რავა. განწყობაზე ვარ. ვერ ვნახოთ. გიორგია წასული ჩვენი გიო პიკაპი და გითხრა რომ ეკლესია საოცრითო ჯერ თოვლი არ არისო. ჩავა რა ქნა. აქ სერიოზული გამოწვევებია მგონი. ლები პედლებს. რა? სკამი უკან ქონდა მიწეული რომ დადიოდი. მოუწდეთ. ცოტა ამშრალა. მაგრამ ზემოთ მე მგონი იყურებ ეხა ვიდეოს გიღებ და მაგრად გიჭირს. აგერად ფიქრობ ეხა ბანიჟენია ჩავსო თუ არ ჩავსო თუ იარო ესე. რავი ნახე როგორც გაგიხარდება. აი გიორგის არბელობება. უნდა დაიწყოს რა ჩემი აზრით უკვე. ეხლა. აი აქ
დავედით მაშინ. აბა დავიწყოთ. საინტერესო. დიდი გიო ჩართე ყველაფერი. ვარ კაი მოშლა მქეს. მიშეილები ბიჭები. იო აი ოქრო რა, ხედავ? ავიდა საო. გიო რა ვახარ გიო წამოხვედი სუფთა ჰაერზე არა დაშიო ჩემო ძმა აუ რა მაგარი ამინდია შეხედე რა ჰა უნდა გადავიდეს რა თქმა უნდა ეს ვისია ეს რა ჯადოა ხოდი დავდგები და ბარე მაგვიყვანე რა არა დაждდომა არ მინდა გადაღება ოტეს ბეჰემოტი აუ რა მაგარი ამინდია ბიჭები. ყველაფერი ხო კარგია, მაგრამ ნამდვილი ოფროუდერის მანქანა ესე უნდა გამოიყურებოდეს, აი. ედაო, ისავლე. ხაწი. აი, ჯეკი გაზის ბალონი? ერთ-ერთი შემოსავლელი, იმიტომ რომ აი ეს გველოდება აქ. რამხელა უპირატესობა აქვს, როცა 8 HP გიღენია კოლოფი. პლუს დადაბლება.
Gaba დაიღალა ნელა სიარული, ცოტა ხანში უთყოლებს ნერვები ეხლა და ჩაადგავს მე ალბათ. აჯდა. ვრანგლერი დაჯდა დაგველოდეთ. კიო, შენი ძმა კაცი დაჯდა დიაგონალი აიკიდა. ბლოკი არა აქ და. რა არის აქ მნიშვნელოვანი? ამ გრუნდზე სასიარულოდ. დამწყებისთვისაც მინდა აი საუღნიშნო. ეს არის უკვე გამდნარი ბევრჯერ გამაგრებული და ისევ გავღობილი თოვლი. რეალურად მზია ჭერს ხედავთ და როგორი თოვლია. ერთი ამობუქსავება და პირდაპირ მიდიხარ დაბლა. მნიშვნელოვანია დაბალწნევაზე იმოძრაო. ასეთ გრუნდზე აიყურეთ, ვიღაცამ დააბუქსავა, პირდაპირ დაბლა ჩავიდა, იმიტომ რომ ნამქერზე დგეხარ. და ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად. სწორი სვლით, ანუ ყურადღება უნდა მიექცეს ძალიან საბურავი არ დაგიბუქსავდეს. დადაბლებით, პირველი დადაბლებით ან მეორე დადაბლებით. სულ ესაც. რაოგიო? ო აბა წავიდა. აი, შედარება, რასაც საუბრობ. აი, ხა ჯაბას თხოვე რომ გაუყარე მაქსიმალურად მეთქი რომ ვაჩვენო შედარება. აი ჯაბა მადლობა აღარ მინდა. დავანახეთ ყველას. აი ყურეთ, აი როგორც კიდელა დაიწყო სიარული. აი უთხარი განსხვავება თქო და ვაჩვენებ განსხვავება კიდეც. მაგრამ რა წავედი, შიგიდან დავდგები რა. კოტე თავის ბულდოზერით არის. შენი ხო? უნდა დავდგე როგორ. სადა? დავიჭი. რა გადარდეს მე 11 სართულზე ხომ? შუა რასაც ძალიან დაბალწნევა საერთოდ. საკმაოდ არის რა თქმა უნდა ბოლომდე არა, მაგრამ კარგად არის და შუა. სადა სათხარ? აი ესე გადავდივართ, აი. მარჯვნივ ჯაბა ჩავარდებით. ზემოდან უნდა მოუვაროთ. აი იქ უნდა გადავიდეთ. კიდე მარჯვნივ. აი ლევონის გზაზე დადიქი. შვედი გაყოლულია.
შედავთ. პატარ-პატარა გადახტომებით. წინ უკან. გადავიდეს. ეს არის სურის სვლა. გადამაგდო კიდე? დიდი კოტე! ვის როგორ უნდა იმ ტრაექტორიას იცის, გაშლილ ველოზე. ეს არის ყველაზე საინტერესო. ლევან არასწორად მიდიხარ, ლევან მარჯვნივ. მადლობა. დავიდე. მახო მაგმინდორში მივდი. უკვე საინტერესოა. ერთი ლევანი ეჭიდავება იქ ვერდულს რომ მიდის. აღო. ჩვენ ვცდილობთ ახალი გზის გაკვლევას აქედან. ცოტა მარცხნივ მიეძალები? აი, დიდი. მარჯვნივ ძალიან მარცხნივა. მარჯვნივ ჯაბა. მარჯვნივ კიდე. აი მას. გიო დაგეხმარებიან გიო. აი დააკვირდით ახლა აი ამის ქვეშ არის გზა, აი ეს არის გზა რა, ამის ქვეშ. გზა აღარ არის. აი ამის ძირში, რადგან ვერ გავიარეთ. აი ხა მოვდივართ მოუჭერით. ეს მოკლეზე გამოდივართ და აქედან ჩავდივართ და ალბათ დიდი ალბათობით ან ესიავალთ, ან აქედან ავალ და მოვიდეთ. საკმაოდ საინტერესო ტრეკი გამოგივიდა.
ადგე, ამიტომ არ თქვი ჩემი აზრით ვერ ვივლით თუ თხელი არ შემოხდა. წავედი? გზა არის აი ეს. ჭყაპია და მე მგონი ჩავარდები, მაგრამ სადეთ რა? ვსდით. ავიდა. იდი კოტე, შენ უნდა დადგე წინ, კოტე. მარჯვნივ. გაბლატავდი შიგადაში. ერთი სიჩქარე. ჰა? ვერ გავიგე. მოჭკებთან მივიდე? არა, მარჯვნივ. ძალიან არა იყო. ნელ-ნელა გადაიწია აბა ბოჭკებისკენ, ნელ-ნელა ძალიან. ეს გასწორ. პეტრათ არა იყო. კარგად მიიღო. და დრონი. დიდი ჯავა кай ბიჭი ხარ. ბოჭკები გამოჩნდა. მაგარი ვივაშკასე. გადმოვედით მოკლეზე. ერთი მანქანა დაგვრჩა. დავდგეთ და მე დაველოდეთ. გზაზე რო დადგებით დავითი მოდის ბოლო და დაველოდოთ. რაღაც ხო არ გაუჭირდა. ავტობანზე სადღაც. აი ხა გავივლით ამ მარჯვენა მხრიდან. ის პირა შევალთ. დაბაწყურის თვალს დავინახე. ჯერ უნდა მივიდეთ მთის ძირზე მან მარჯვენა მხარეს და მე გავუყავით მთის ძირს თხემდე. Ясно, мы просто орвар нам покидар. ანუ აი მარჯვენა მხარეს მეორე მთავრო ჩანს, მაგასთან მივალ ძირში და მე შევუყავით დღეს. ეთქის პირას არის დაბაწყურის ტბა. ბერავენ. ავიდა ჯალოებით ხვალაობა. ალტერნატიული გზა გვაქვს. წყალში ვზივართ რა ყველა. ალტერნატიული გზა გვაქვს იქიდან. ვინ შემოვარა იქიდან გავიდა. აქ ყველა ბასეინია. ლეონი გაიპარა გზას აკეთებს.
გაკეთებს არჩენი სტილად მოსვლას. აი ერთი პატარა შეცდომა და პატარა დინარში ზიხარ. აჯდეს დაატრიალოს და წავიღოთ. დაიწყებ? უკან ჯობდა მენდო. ვიძირები. დატრიალება რო დაიწყო არ წამოვა? აბა დავიწყეთ. მოყავს ეგენი აქეთ მოყავს ეგენი გამახსენდა ჩემი წითელი ფორდი ლევანის ტბაზე რო ჩავარდი ანალოგიურ სიტუაციაში თუ დააკვირდებით წყალია გამოთ მოხტავ მიდი ზეო ეხა კიდე ჩავარდება უკანა აი საჭე მარცხნივ სიო ამოვიდა გაანებით შეეშვით სიო ამოვიდა მაინც შეიყო ჩავი საღოლ ბიჭებს სამაჯალო უკანა დამხმარეება იმაში პარალელურად ლევანი ცვალობს რომ გადავიდეს გზას გუკეთებს დიდი წრე კარგია. დავიძროთ. ოპა, დადგა. აუ მახოია მახევდი რა. გიღებ მეგონი ლაშა თორცი всё საღოლ ბიჭო გზას გავჭერთ წავედით ლევანა მაგრატიოვაში კაცი გაჭრა გზა ბოლომდე დღეში. გადავოთ აღარ გაგიჭირდება, მერე რა იქნება. ეხა არის ერთი შარი აი ტაბაწყურის ტბიდან 9 წყაროს დასაწყისამდე რა და რა ხდება? კოტე ამობუქსავდა. აი როგორც კი ამობუქსავ, ისეთი ცუდი. ის არის ნორმალა მაგით. ჯობია მარჯვენა
ეს ჩვენი დაბაწყურის ტბა. ბიჭები არ ჩანან. აველოდოთ ნაწილი წინა, ნაწილი უკან. წავედით დასახმარებლად. დავითამ როგორ დააყენა თავის მაგას. მოიცა კომპრესორი. გამოსა რაღაცა უდიას. ვერახე რომ რაღაც ჩართულია ზუზუნებს რაღაც. ხო არ გასულს. ალევე მივალთ რა უკვე. ნახე შენ სად იყვნენ? აგი აქ არიან კაც როგორ არის? ვა რა ბიჭები სი. ზევი და უნდა მოუვარ რა. ჩვენ საიდანაც ჩამოვედით. მოიცა გადავალ ჩვენ. ეს სათადარი გუა? ჩოგია პირდაპირ მივჩით. აერი ვიდრე ადატანი, იმიტომ რომ ამით ნაკლები მიეწოდება და ნელა. ამით უცხო დავბერავთ. ირალიან სანტიმელა ხوارა ჩემხოი. Samo. ესეც ასე. დავბერეთ, დავეხმარეთ და დავიძარით. ვერტფრენი უნდა ერთი ამას რომ შემოვარდო. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, წავედით. ეხლა დამიჯერეთ, რამდენმა შეიძლება თქვას, რომ აი გრაუნდად რა თავს იკლავენ, სად დადიან, რასაკეთებენ. ამათ მოცლია თუ ალბათ. ყველა რაღაცით ხარობს ამ ცხოვრებაში. ყველას რაღაცის ხობი აქვს ალბათ. უნდა ზოგი მარკებს აგროვებს. ზოგს რა. და ჩვენი ხობიც ეს არის, მეგობრებო. აი ეს დღე ბუნება, სუფთა აერი, გართობა. ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ერთმანეთში გვერდში დგომა. ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განტვირთვა. აი აქ ზუსტად. აი იქ რომ მოხვალ და ყველაფერი დაგავიწყდება. რაც არ უნდა ცუდი გზა ყოფილიყო, რაც არ უნდა ცუდად ყოფილა შემთხვევები ჩავრჩენილ ვართ აქ შიგნით და ორი დღეც გაგვიცენებია. გამოსულ ვარ და გვითქვამს, რომ აღარასდროს აღარ დავბრუნდებითო, მაგრამ გასულა სულ რამოდენიმე დღე და რატომღაც გული ისევ აქეთ მიგვიწევს. მე არ ჩავარდებ, რომ მიწაზე დავდრით. აი გაასწორი, აბა გაყევი. ვაფშე იმ ქვებთან ხო არ მიხვალ? ო, იმიტომ რომ აქ რაღაცა იმასავით. ტბასავითაა. მარჯვნივ. აი ეს. ევან, მოდი ხარ?
ჩავარდნილი ორანგლერი და დაველოდო რაული. გაიგავ. ეს არის 9 წყაროს ასასვლელი გზა. აქერი ნახეთ რა ხელა. რა ვცდილობთ რა. ცოტა დარჩა, ცოტა და სიო შედგა. Oh. საბოწყურში მოვედით. 9 წყაროზე ეს დაგხვდა. საათი თბილისში ხარ. ესე კიდე 1-3 საათი. ჩავიდე, თორე მაგრად ვიწვალეთ აქ 9 წყაროზე. შეიძლება ავიდე და იქ არ გადაგუშვან მე. პატრული ხოთ გას ხო. მილსადენი დგას არ გადაგუშვებენ, იმიტომ რომ მაშინაც მივედით ბოლომდე და არ გადაგუშვეს და ეხლა ვიწვალოთ შუაღამემდე ავიდე და არ გადავიდე. სიო, კაი, მოუტრიალდეთ მაშინ ნელ-ნელა და წავედით, დავიძარით დაბლა. არადა ამინდი არის იდეალური. დავატრაკებდით, გადავიდოდით. ყოველ შემთხვევაში ვიწვალებდით, მაგრამ ვიშინი არ დაგვაღამდეს. ხოლე ორშაბათი დღეა და კიდე არ გავიჭედით. რაც თავარია დაბაწყურავდნენ, როგორც თქვით, ამოვედით. გადმოვიარეთ ულამაზესი წალკა დაბაწყურის მიმართულება. ჩვენი კომპრესორი უბერავს კემრიელად. აწევინა წვილი. ეგრე უძე იქნება. დონეზე დაშვებული თვიარეთ ხოლში. ევან გადაბერე შენო. მოსწარი. ვინ არიან გაჭედილი? ზემო ბიჭები? ესეთი მაგარი კომპრესორები გვაქვს მეგობრებო. ის რეკლამასაც ვაკეთებთ ხოლმე ხშირად.
TGM-ის გულით არის.